პროკურატურისგან ამ დრომდე ველოდებით პასუხს თუ რა ეტაპზეა გამოძიება. დაახლოებით 9 თვეა გასული მას შემდეგ, რაც AKH Group-ის კოლ-ცენტრების სქემა გაიშიფრა და საერთაშორისო და ადგილობრივმა 32-მა მედია საშუალებამ ჩაატარა საერთო გამოძიება, რომლითაც მიაგნეს თბილისის ცენტრში განთავსებულ რამდენიმე ოფის კოლ-ცენტრებს, სადაც პენსიონერებს, ევროპელ პენსიონერებს პარავდნენ ფულს და ამაში იღებდნენ დიდ ანაზღაურებას. თაღლითური ჯგუფი გამოვლინდა, თუმცა 9 თვის თავზე ჩვენ არ გვაქვს პასუხი, საჯაროდ პროკურატურას არ გავრცელებია ცნობები თუ რა ეტაპზეა გამოძიება, დაკავებულია თუ არა ვინმე, ვინ არის დაკავებული. ამ კითხვებზე პასუხებს ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით. AKH Group-ის კოლ-ცენტრების საქმე იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საქმე და გამომძიებელი ჟურნალისტები დღესაც ღიად ამბობენ, რომ შეუძლებელია რამდენიმე ოფისი დედაქალაქის ცენტრში, მათ შორის სუსის მიმდებარე ტერიტორიაზე წლების განმავლობაში მუშაობდეს და თაღლითობდეს ისე, რომ ამ სქემის შესახებ არ იცოდნენ საგამოძიებო სამსახურებმა და გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის ძალიან ცხადია ამ დროისთვისაც, რომ სქემას ყავს მფარველი. თუმცა ამავდროულად უჩნდებათ კითხვა, რატომ ამ დრომდე ვერ მივიდა გამოძიება მფარველებამდე. საგამოძიებო მედიის ინფორმაციით დაკავებულები იყვნენ მხოლოდ ეგრეთ წოდებული სკამერები, თაღლითები, თუმცა ისინიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. აღიძრა საქმე, მაგრამ ნახეთ ჩვენ გვაქვს მოკლედ ორი დაკვირვება. პირველი ის არის, რომ ხელისუფლება ძალიან გვიან რეაგირებს ამ საქმეებთან დაკავშირებით და მეორე არის ის, რომ ძირითადად აკავებენ ხოლმე დაბალი რანგის თანამშრომლებს, სკამერებს და მას შემდეგ რაც ფულს ანაზღაურებენ, მოიტანენ რაღაცა შავი ფულის ნაწილს, იქაც სასჯელი მყისიერად გადაიხედებოდა ხოლმე. და აი ეხლა უკვე დააკავეს ძალიან მაღალი რანგის ადამიანი, რომელზეც ჩემი ღრმა რწმენით გაჩნდა პოლიტიკური ინტერესი, თორემ მცირე ნაწილიო, ასე თქვათ, ეს მფარველობდაო და აი ეს დიდი ნაწილი რა იქნა, ვისაც ლილუაშვილი არ მფარველობდა, მათივე განმარტებიდან ესეთი ლოგიკური დასკვნა იკვეთება და კითხვა იკვეთება. ეს ადამიანები ჩვეულებრივად აგრძელებენ ცხოვრებას ყოველდღიურად და მათ შორის ბევრზე ვიცით, რომ ისინი კვლავ აქტიურად არიან ჩართული სკამერობაში სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით. მათი ოფისები ახლოს იყო სამართალდამცავ სტრუქტურების ოფისებთან, ასევე იმდენი ხნის განმავლობაში აკეთებდნენ ამ ყველაფერს და დღესაც გრძელდება ეს ყველაფერი. შეუძლებელია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უბრალოდ არ ქონდეს. ყოველთვის, როდესაც ვნახულობდით რაღაც ფინანსურ ანგარიშებს, ყოველთვის იყო საბოლოოდ სად მიდიოდა ეს თანხა, ხელფასი იყო, ბონუსი იყო, რაღაც მომსახურება იყო, თუ თქვა რაღაც კორპორატიული იყო, თუ ასე შემდეგ. მაგრამ იყო ერთი პუნქტი, რომელსაც ვერასდროს ვერ მივაკულიეთ სად მიდიოდა საბოლოოდ. ეს იყო თანხის ქეშად გატანა, რომელიც იყო $30,000, $50,000, $100,000 და ეს თანხა ქეშად ყოველთვის გაქონდა ძალიან მთავარ ადამიანებს. შესაბამისად, აქ ჩნდებოდა ეჭვი, რომ ეს თანხა იყო რაღაც ეგრეთ წოდებული ატკატებისთვის ან რაღაც მფარველობისთვის. ეგრეთ წოდებული სკამერების გახმაურებული საქმე არ არის ერთადერთი. საგამოძიებო ჯგუფები და თავისუფალი მედია დიდი ხანია საუბრობენ თუ როგორ მუშაობს კოლ-ცენტრების სისტემა და რომ ეს ხდება სწორედ მფარველების წყალობით. ჯერ კიდევ 2022 წელს ტელეკომპანია ფორმულამ და მთავარმა მოამზადეს მასალა, რომელშიც საუბრობდნენ ლილუაშვილის როლზე კოლ-ცენტრების მფარველობაში და მის კავშირებზე და 2 წლის წინ ლილუაშვილმა, რომელიც დღეს სწორედ კოლ-ცენტრების საქმეზეა დაკავებული, ამ მედიის ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა კრიტიკული მედიის მიერ თავად ლილუაშვილის საკითხზე მომზადებული სიუჟეტები და ასევე ტელეკომპანია პირველმა მოამზადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მინისტრზე ალექსანდრე ჭიკაიძეზე ასევე სიუჟეტი. მან დაიწყო ცილისწამების დავა და უკვე მეორე ინსტანციამაც დაადგინა, რომ ტელეკომპანია პირველმა ცილის დასწამა ალექსანდრე ჭიკაიძეს.
ცალსახად ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მსგავსი სარჩელების მიზანი არის არა კონკრეტული ფაქტების დადგენა, არამედ დაშინება როგორც მაუწყებლის, ასევე ჟურნალისტების, იმიტომ თითოეულ შემთხვევაში, მათ შორის ალექსანდრე ჭიკაიძის შემთხვევაშიც, მოპასუხე არის არა მარტო ტელეკომპანია პირველი, არამედ ჟურნალისტი. რამოდენიმე რეპორტაჟი როცა მოვამზადეთ და ვახსენეთ, რომ სუსის ხელმძღვანელი იყო დაკავშირებული კოლ-ცენტრებთან, მაშინ გრიგოლი ლუაშულმა გვიჩივლა და სასამართლომ გაგვამტკუნა, რომ როგორ დავდეთ ამ პატიოსან კაცს ბრალი. თუ რამდენიმე რეპორტაჟი მოვძებნე არქივიდან, სწორედ იმ დროინდელი 2021-23 წლებზე საუბრობს პროკურატურა. თუ სუსის იმ ჟამინდელი ხელმძღვანელი იყო ასე ვთქვათ ამ კოლ-ცენტრების, თაღლითური კოლ-ცენტრების თავში, ცხადია რომ ისევ სუსი გადაიბარებდა ამ ყველაფერს, ხო? ბოლოს ქონდა მაგალითად სრულიად ახალი მისამართი მარშალ გელოვანზე, უფრო ადრე კოსტავაზე, ერთი თვის წინ ორთაჭალაში პროკურატურის გვერდით. აი ეს ახალი კოლ-ცენტრები ვისია, ხო? ჩდება ლოგიკურად ეს კითხვაც. სუსის ყოფილი შეფი ლილუაშვილიც არ არის ერთადერთი ჩინოვნიკი, რომლის სახელი და გვარიც ფიგურირებდა წლების განმავლობაში კოლ-ცენტრების საქმეში. 2 წლის თავზე საგამოძიებო რეპორტაჟების მომზადებიდან ფაქტია ქართულმა ოცნებამ თავად აღიარა, რომ ლილუაშვილი ჩართული იყო ამ საქმეში. ასევე ალექსანდრე ჭიკაიძე, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი დაობს ტევე პირველთან რეპორტაჟზე, რომლის მიხედვითაც ის ჩართულია კოლ-ცენტრების საქმეში და წლების განმავლობაში ოპოზიცია საუბრობდა ამ საქმეებში უჩა მამაცაშვილის როლზეც.